გერმანიის ელჩის მორიგი დეზინფორმაცია და საზოგადოების მოტყუების მცდელობა პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, რომ ევროკავშირის მიერ მოლდოვასთვის 2025-2027 წლების პერიოდში ევროკავშირში გაწევრიანების მოსამზადებლად 1,8 მილიარდ ევრომდე მოცულობის დახმარებას ამზადებს. მეტი დამაჯერებლობისთვის დიპლომატის საკუთარ გვერდზე თანხას ციფრებით ასახავს, რაც აღნიშნული თემის გრანდიოზულად წარმოჩენის მცდელობა. საკითხის უფრო მეტად აქტუალობისთვის პეტერ ფიშერი ამბობს, რომ მაშინ როცა ოფიციალური კიშინიოვი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ემზადება, საქართველოში აცხადებენ, რომ Deep State-მა შესაძლოა ევროკავშირი გაანადგუროს. პეტერ ფიშერის დეზინფორმაცია რადიკალების მედია საშუალებებმა და უცხოური ფულით დაფინანსებულმა სააგენტოებმა მაშინვე აიტაცეს, მათ შორის პუბლიკა. მან გერმანიის ელჩის განცხადებას თან დაურთო წარწერა, თითქოს ქართულმა ოცნებამ ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესი შეაჩერა. პუბლიკა ევროპის დემოკრატიის ფონდის EED-ის მიერ არის დაფინანსებული. აღნიშნული ორგანიზაციის თავმჯდომარე კი ევროპარლამენტარი დევიდ მაკალისტერია, ის ევროპელი პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოში თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებულ არჩევნებს არ აღიარებს და არჩევნებთან დაკავშირებით ევროპარლამენტში მიღებული რეზოლუციის თანაავტორიცაა. გერმანიის ელჩს დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა შალვა პაპუაშვილის თქმით, სინამდვილეში მოლდოვასთვის გამოყოფილი თანხა არა დახმარება, არამედ კრედიტია, რომელიც ქვეყანამ ევროკავშირს პროცენტებით უნდა აუნაზღაუროს. საქართველოში გერმანიის ელჩის გუშინდელი პოსტი პლატფორმა X-ზე პროპაგანდის ამ საინტერესო პრაქტიკის კარგი მაგალითია. მისი თქმით, ევროკავშირი მოლდოვისთვის 1,8 მილიარდ ევროს ამზადებს, რითაც იმაზე მიუთითებდა, რომ საქართველო აღნიშნული შესაძლებლობის მიღმარჩება. უცხოური მთავრობის, ესე იგი EED-ის მიერ დაფინანსებულმა მედიამ დეტალების გადამოწმების გარეშე ფართოდ გაავრცელა ეს სიახლე. ერთ-ერთი დეტალის მიხედვით მომზადებული 1,8 მილიარდ ევროდან დაახლოებით 1,5 მილიარდ евро არც თუ ისე ხელსაყრელი კრედიტია, რომელიც მოლდოვამ ევროკავშირს პროცენტებით უნდა დაუბრუნოს. ამის შემდეგ აღნიშნული ახალი ამბავი საქართველოს რადიკალურმა ოპოზიციამ გამოიყენა, რათა ის გაბუქებულ სკანდალად ექცია, რომლის თანახმადაც საქართველოს მთავრობამ თითქოს ევროკავშირის ნაჩუქარი ფული დაკარგა. გერმანიის ელჩს დღეს პარლამენტის თავმჯდომარის პასუხის შემდეგ განმარტებების გაკეთებაც მოუწია. უფრო მეტიც პეტერ ფიშერმა აღიარა, რომ თანხა, რომელიც ევროკავშირმა მოლდოვასთვის გამოყო, სინამდვილეში არა დახმარება, არამედ ცესხია. რაც ემსახურება ევროკავშირის მიერ ოფიციალური კიშინიოვისთვის გამოყოფილი სესხი, ამას ეკონომისტი გიორგი აბაშიშვილი ვრცელ სტატუსს უძღვნის. მისი თქმით, ევროკავშირის გრანტი მოლდოვასთვის მხოლოდ 300 მილიონი ევროა, დანარჩენი კი სესხია, რომელიც ქვეყანამ ევროკავშირს უკან უნდა დაუბრუნოს. მარტივი ახსნა, თუ როგორ მუშაობს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მიერ მხილებული სქემა საქართველოში. გერმანიის ელჩი სოცმედიაში წერს სტატუსს. მის სტატუსს ახალ ამბად აქცევს ევროპის დემოკრატიის ფონდის EED-ის მიერ დაფინანსებული პუბლიკა. უძღვნის სტატიას ბანერს. ევროპის დემოკრატიის ფონდი ევროკავშირის და მისი წევრების, მათ შორის გერმანიის ბიუჯეტიდან ფინანსდება. EED-ის გამგეობის თავმჯდომარე ევროპარლამენტარი გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრი დევიდ მაკალისტერია. აქ ერთი დამთხოვაა კიდევ, რომ მაკალისტერი საქართველოს მოსახლეობის არჩევანის არაღიარების რეზოლუციის მთავარი თანაავტორია. გერმანიის ელჩი თავის პოსტში თავდაპირველ ამბავში მითითებულ 1,8 მილიარდ ევროს გარდაქმნის 1,8 მილიარდ ევროდ, რაც ან ციფრების სიყვარულით აიხსნება, ან იმის სურვილით, რომ თანხა უფრო გრანდიოზულად წარმოჩინდეს. ელჩი წერს, რომ ეს გრანდიოზული თანხა მოლდოვისათვის მზადდება. აქ მკითხველის ემოცია პიკს აღწევს. ელჩს მხოლოდ ერთი დეტალი გამორჩება. ალბათ შემთხვევით, კერძოდ ის, რომ ამ გამზადებული მილიონებიდან 1,5 მილიარდ евро არის სესხი, ხოლო უანგარო დახმარება სულ 300 მილიონი ევროა, ისიც 3 წელზე გადანაწილებული, ანუ წელიწადში სულ რაღაც 100 მილიონი евро. უბრალოდ შეგახსენებთ, რომ მხოლოდ 2024 წლის დეკემბერში მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში ჩვენი ბიუჯეტის შემოსულობები თითქმის 400 მილიონი ევროთი გავზარდეთ. დეზინფორმაცია და საზოგადოების მოტყუება, ასე აფასებენ მართლგუნდში გერმანიის ელჩის განცხადებას. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ევროკავშირის მხრიდან საქართველოსადმი დამოკიდებულება უსამართლო პრინციპებს ეფუძნება. ეს ბატონი ეგრეთ წოდებული ელჩი დარჩება ნამდვილად მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ქვეყანაში დიპლომატიური წარმომადგენელი და ძალიან უხერხული არის, რომ საქართველოში გერმანიას წარმოადგენს ისეთი ადამიანი, რომელიც ზუსტად დიპლომატიის ესეთ დაბალ ჭყალებში სტანდარტს დებს და ფაქტობრივად fake news-ების გავრცელებით არის დაკავებული. ეს ადამიანი
და მისი კოლეგები, სხვათა შორის არ არის იგი ერთადერთი ელჩი სამწუხაროდ საქართველოში, უკვე შემჩნეული არაერთ მსგავსი ტიპის მანიპულაციური ინფორმაციების გავრცელებაში არიან შემჩნეულები. მე ვისურვებდი, რომ ეს ადამიანები ამ მანიპულაციების და ტყუილების გავრცელებით კი არ იყვნენ დაკავებული იყვნენ იმით, რაც არის მათი მთავარი ფუნქცია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული და სხვა ტიპის ურთიერთობების გაღრმავება და არა ამ ურთიერთობების შელახვა და ძირის გამოთხრა. გერმანიის ელჩის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ მანიპულაცია იმ ფაქტიდანაც ჩანს, რომ ევროკავშირისგან მოლდოვამ სესხის დაპირება ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების დროს მიიღო. უფრო კონკრეტულად კი 2024 წლის 10 ოქტომბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოუწოდა მოლდოველებს მონაწილეობა მიეღოთ არჩევნებში და გამოაცხადა, რომ ევროკავშირმა გამოყო 1 მილიარდ 800 მილიონი ევროს ფინანსური მხარდაჭერა. ხალხის ძალაში პეტერ ფიშერის ტყუილების გავრცელების ნაცვლად ურჩევენ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას თავი დაანებოს და საკუთარ ქვეყანას მიხედოს. გერმანიის ელჩს ეხლა რატო უნდა ეცალოს ამ ასეთი განცხადებებისთვის, მაშინ როდესაც თავის ქვეყანაში არის უდიდესი პრობლემა. მათ შორის მის კანცლერს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი არც კი შეხვდა მიუნხენის კონფერენციაზე. გერმანიაში რეცესიაა ეკონომიკური და რაც ყველაზე მთავარია, არჩევნებში ყველა მიცის, რომ წაგებული აქვს შორცის პარტიას და მე არ მგონია, რომ გერმანიის ელჩს ეხლა საქართველოსთვის ასეთი განცხადებებისთვის უნდა ეცალოს. მიხედოს თავის ქვეყანას და საქართველოსთან თუ უნდა ურთიერთობა და მეგობრობა სიამოვნებით. თუ არა და ელჩის მოვალეობა ის არ არის, რომ აქ ჭორაობა დაიწყოს და რაღაც საზოგადოებაში ურთიერთწაკიდების პოლიტიკას მიიღოს ხელი. ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსის გარკვეული წარმომადგენლების მხრიდან ახალი არ არის, მათ შორისაა პეტერ ფიშერიც, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს და ევროპულ პრინციპებსა და საქართველოს მეგობრობის სტატუსს ამოფარებული რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგით მოქმედებს.